დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გომბორის ახალი გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. მომავალი წლის გაზაფხულისთვის მთელი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება, რაც თელავამდე მანძილს 90 კილომეტრით შეამცირებს. ახალ გზასთან ერთად დღეს პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის იმ რეიტინგზე საუბრობდა, რომელშიც საქართველო წამყვან ფინანსურ ქვეყნებთან ერთად მე-11 ადგილს იკავებს. თვალსაჩინოებისთვის თელავის ცენტრში დღეს საბჭოთა ზაპოროჟეცი და მერსედესის კაბრიოლეტიც იდგა. ნათია ტრაპაიძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. დიახ, პრეზიდენტმა დღეს გახსნა 10 კილომეტრიანი მონაკვეთი გომბორის გზის და მან განაცხადა, რომ მომავალი წლის ზაფხულის ბოლომდე უკვე თბილისიდან გომბორამდე ჩამოსვლა იქნება 1 საათში შესაძლებელი. მთავრობის საანგარიშო გამოფენაზე პრეზიდენტი დღის 3 საათზე გამოჩნდა. სტენდების დათვალიერებამდე მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა და წერილები გამოართვა. მოგვიანებით თელაველებს პრეზიდენტმა ტრიბუნიდანაც მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე საუბარს დაუთმო. ბიზნესის კეთების სიადულის რეიტინგში, რომლის შედეგიც ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი, საქართველომ მე-11 ადგილი დაიკავა. საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში, ესე იგი ბიზნესის შესაძლებლობების რეიტინგში სოფლიოს თითქმის 200 ქვეყანაში გადმოვიდა მე-11 ადგილზე. ჩვენ არ ვიცით დღეს კალათბურთელები გადავლენ თუ არა ევროპის ჩემპიონატში, მე მგონი გადავლენ. მაგრამ ჩვენ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით გადავედით სოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უმაღლეს ლიგაში. ჩვენ გარშემო არის ისეთი ქვეყნები, რომ ადრე მათთან შედარებაც კი სასაცილო იქნებოდა. ეს არის ჰონკონგი, სინგაპური, ამერიკა, ინგლისი, ნორვეგია, დანია, ავსტრალია, კანადა და ჩვენზე უფრო გვერდ თქმოთ არის იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, საბერძნეთი და აღარ ვლაპარაკობ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე. რუსეთი არის 135 თუ 125. იმისთვის, რომ უფრო კარგად განემართა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თვალსაჩინოება მოიშველია. ურემის დონეზე ვიყავით ბიზნესის თვალსაზრისით. ამაზე უფრო ბევრად მანხინჯი ურემის ქვევრი არ ქონდა, ეს 11-ია და გოდორებიც არ ქონდა. ერთი ძველი დაჭყრეული ურემი ვიყავით, 137 ადგილზე ვიყავით ბიზნესის თვალსაზრისით. დაახლოებით იქ სადაც არის დღეს რუსეთი. რატო რუსეთი ურემი დღეს? იმიტომ რომ ყველაფერზე ქთამი უნდა გადაიხადო, პოლიციელი შემოვა ბიზნესს წაგართვეს 2 წუთში, საკუთრების უფლება დაცული არ არის და კორუფცია არის ყოველნაბიჯი და ძალადობა არის ყოველნაბიჯი. მერე ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ჩამოვედით 37 ადგილზე. გავხდეთ საპაროჟეცი. 37 ცუდი არა, დადის ურემზე ჩხარა დადის, მაგრამ ძალიან ძნელი სატარებელია. პირველი ავარია მომივიდა 4 წლის ასაკის საპაროჟეცზე, როცა წავართვი მამაჩემს და ხელბუს მუხრუჭი აუში. ძალიან ცუდად მაგონდება ეს მანქანა. მერე კიდევ ვიმშრომეთ, კიდევ ვიმუშავეთ და ბოლოს გადავჯექით ვოლგაში. ვოლგა უფრო ჩხარა დადის, უფრო ძლიერი მანქანაა, მე-17 ვიყავით. ჰიდრავლიკა არ უვარგა, ბევრი მიტარებია. ერთხელ აქ თელავის გზაზეც მომივიდა ავარია და მაგრამ მანქანა ძლიერი და ჩვენ ბავშვობაში ამაზე მაგარი მანქანა არ იყო. აი რაიკომის დინები იქით რო იდგნენ შენობაში, ისხდნენ, ამითი დადიოდნენ ხოლმე. კარგად გვახსოვს უფროსი თაობის ხალხს. მერე კიდე რაღაცა ვიშრომეთ და გადავჯექით უფრო ნორმალურ თანამედროვე მანქანაში. ეს იყო ოპელი. მე-15 ადგილზე ვიყავით. და ბოლოს ყველანი ერთად გვაქვს შანსი რომ გადავჯდეთ ამ ახალ მერსედესის კაბრიოლეტში, ეს არის მე-11 ადგილი. სწორედ ამ კაბრიოლეტით, რომლის ნომერიც სიმბოლურად 11 იყო, პრეზიდენტი ვაზიანი გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის დასათვალიერებლად გაემგზავრა. ახალ 10 კილომეტრიან გზაზე მიხეილ სააკაშვილი პირველი მგზავრი იყო. ჩვენი საარჩევნო დაპირება სრულდება არა იმით, რომ ჩვენ ვიწყებთ გზის მშენებლობას. ჩვენ ახლა ხსნით პირველ 10 კილომეტრს, იმისათვის რომ თელავში მომავალ ზაფხულში უკვე იყოს მთელი ეს გომბორისგან გაკეთებული. მაგრამ წელს გარდა ამისა აკეთება რთველში ჩაიდო ბევრი ფული სახელმწიფოს მხრიდან. მე ვფიქრობ წელს კახეთში შევა დაახლოებით 70-80 მილიონი ყურძნიდან და ამაზე ცოტათი მეტი შევიდა უკვე ხილიდან. 150 მილიონი ამას რო დავამატოთ, რომ ტურიზმიდან კიდე 30-40 მილიონს ველოდებით, 200 მილიონი წელს კახეთის მოსახლეობას გადანაწილებული უკვე სერიოზული თანხაა. მომავალ წელს ტურიზმის ხარჯი, იმის ხარჯი რომ კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთებთ ორგანიზებას, სოფლის მეურნეობის და იმედიათ ხორბალი უკეთესად იქნება, ვიდრე წელს სულად იყო. შეიძლება ეს თანხა კიდევაც გავაორმაყოთ. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ ფულის ჩადება ხდება გზებში, ფულის ჩადება ხდება ინფრასტრუქტურაში, წყალი კეთდება აქ თელავში. ჯერჯერობით კიდევ ბევრია სამუშაო, მაგრამ ამ სამუშაოს ჩვენ მივყვანთ ბოლომდე. პრეზიდენტმა გზებზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან ადგილზე მოისმინა.
კილომეტრი რაც გაკეთდა. ესე იგი, ახლა სექტემბრის ბოლოს აქედან სასადილომდე, სოფელი სასადილო 27 კილომეტრი და მომდევნო წლის აგვისტომდე, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვისაუბრეთ, 20 კილომეტრიდან დამეწყილია კანდიდატი. როცა დაიგო საბოლოო ჯამში, ვაკვირდებით ზევიდან გადავაგეთ ემულსიის და ბიტუმის გაკეთებულია და საერთოდ პრობლემა არ ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეაბილიტაციას ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ფულს ვხდიდით, ეს ბატონო პრეზიდენტო 3 წელიწადს მაქსიმუმ გვაძლევს. მე ვარ გარანტიას ვიძლევი 10 წელი აქ პრობლემა ამგვარად არ ექნება. ეს არის ადრე როგორი იყო, ხო? აი ეს სპეციალურად აკეთებ, ცუდად მე ფული იხსნებოდა ვითომ რემონტებში. ჩვენ რატო ხონდა ყოველ ცუდი გზები, იმიტომ რომ ფული იხსნებოდა იმაში, რომ ცოტას კი რაღაც გავა ვითომ ისა და მე სულ რემონტი და 2 სინამდვილეში ყოველ წელიწადს ვიღებ ცუდი. ეს კი ბატონი გიყვებოდა რომ ესე იგი არ არსებობს არც ერთი შემთხვევა რომ გზა გქონოდოდეს ჩვენ ასეთი გაკეთება. ეს არის პირველი შემთხვევა. სასწაულად კარგად გიხდით. ჯერ დააკერეს ყველა ადგილები, მე მეგონა ასე დარჩება რა კარგია, მე ამ დაკერებულზე გადაასხეს ბიტუმი, ასფალტი და მე აი გაკეთდა ეს საფარი. გზის დაგება 2010 წლის აგვისტოში დასრულდება. ახალი გზა დღეს არსებულზე 90 კილომეტრით უფრო მოკლეა და თბილისიდან თელავში მგზავრობას საათნახევრით შეამცირებს. დაპირება, რომელიც მისცა პრეზიდენტმა სულ რამოდენიმე თვის წინ, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და დღეს გვაქვს საშუალება უკვე პირველი 10 კილომეტრიანი მონაკვეთი გომბორის გზისა გავხსნათ. მთლიანობაში წელს სექტემბრის ბოლომდე ჩვენ დავიწყებთ მეორე მონაკვეთის შენობას. გზის მომდევნო 27 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და მთელი ზამთარი გაგრძელდება. როგორც უკვე ნახეთ, პრეზიდენტი თავად იყო პირველი მგზავრი ახლად გახსნილი გზის, გომბორის გზის გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკვე თბილისში სპორტის სასახლეში გამოემგზავრა ქართველ კალათბურთელთა საგულშემატკივრად. მადლობა, ეს იყო ნათია ტრაპაიძე თელავიდან.